პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ შენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული ევროპული ტიპის განაშენების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის შენობულობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ მიღებენ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9600 ბინა გაიყიდება. როცა გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს, თუ რამდენად ყალბია განცხადებები მასთან დაკავშირებით, რომ იგელჰელსის პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ უცხო მკვიდრებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. იგელჰელსის ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ მის ბინების 60%-ის გაყიდვა საერთაშორისო მკვიდრებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად დაწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა საქართველოში ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ იგელჰელსის საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართულ მკვიდრელსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით ქართული მკვიდრელების რაოდენობა 50%-ს ბევრად გადააჭარბებს. პირველად საქართველოს ისტორიის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რაღაც კერძო კომპანიის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და აქ ჩანს რამხელა, როცა ჩვენ ლაპარაკობდით აი ამ მასშტაბის უცხოური ინვესტიცია რო შემოდის მას გავლენა ექნება საქართველოს პოლიტიკაზე და აი როგორ გეკითხებოდა რას გულისხმობთ, რაში იქნება გავლენა, რა არის რა აზრსდებთ ამ სიტყვებში, რა ვიცი, პრემიერ-მინისტრი რეკლამას აკეთებს, ხო? ეგ არის, მე მგონი ამაზე უფრო სარეკლამო კამპანიაში სარეკლამო სახეთ პრემიერ-მინისტრი რო იქცევა, მე მგონი ამაზე მეტყველი ფაქტი იმისა, რომ ხელა გავლენა აქვს ამ მასშტაბის ფულს, პრემიერი შეიძლება იყიდო და დანიშნო და პარლამენტი იყიდო და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მოდი აი გავყვეთ თვითონ ამ ვიდეოს გარჩევას, ეს საკმაოდ სარეკლამო რგოლისთვის ვრცელი ვიდეო იყო და ახლობით 9 წუთამდე იყო, მაგრამ ახლა სრულად ვერ გავარჩევ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ეს იყო და კიდე ორი მონაკვეთი, რომელსაც აქ არ იყო, მაგრამ ვახსენებ. რა ითქვა? ერთი საინტერესო იყო რამდენი ტყუილი ითქვა და ამ ტყუილების შინაარსიდან ჩანს რამდენად სახიფათოა ვითარება იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი თვალსაჩინო ტყუილია ვით რო გელაპარაკებენ, ესე იგი რამდენი რამე აქვს დასამალი და მეორე თვითონ ან გაჟღერებული ნებით თუ უნებლიეთ ინფორმაციები წესით ნებისმიერი ადეკვატური ადამიანისთვის ძალიან შემაშფოთებელი კანგაშის ზარების საბაბი უნდა იყოს. მოდი აი გავყვეთ რა ითქვა. ერთი საუბარი იყო თვითონ პროექტის მასშტაბებზე და თვითონ კი დაგვამშვიდა, მაგრამ აი რა რაოდენობის სახლები აშენდება, ბინები აშენდება და ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოყვანა მოხდა ამ ნაწილში და ამ ნაწილში უნდა ვისაუბროთ არის თუ არა დემოგრაფიული საფრთხე. შემდეგ ითქვა, რომ არანაირი განსაკუთრებული შეღავათების მიცემას არ ვაპირებთ ბინადრობის უფლების კუთხით, ისე იქნება, რა ქვია. რაღაცა ყველაფერი დაცვით იქნებოდა, მანდაც ტყუილი იყო ნათქვამი. ასევე ნახსენები იყო და ამ ვიდეოში ეს მონაკვეთი არ არის რამხელა მოგებასელიან, რამხელა მოგებასელის პრემიერ-მინისტრი ამ პროექტიდან და აი მოდი რომ გავყვეთ ახლა თანმიმდევრულად. პირველ რიგში პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აი რაღაც ეს რაღაც მიზანმიმართული დამაზიანებელი კამპანია მიმდინარეობს, აღმაშფოთებელია ეს ყველაფერი, ასე შემდეგ და ამას არ შევჩერდებოდი რამდენიმე ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს, რომ არ დაეჯერებინა ამ კრიტიკული განწყობებისთვის, ხო? ანუ როგორც მინიმუმ იმაზე ხო უნდა შევთანხმდეთ, რომ თუნდაც მათთვის პატივსაცემი ადამიანებისთვისაც შეიძლება ეს ინფორმაცია რაღაც შემაშფოთებლად ჟღერდეს. ანუ ეს არის რა ინფორმაცია, რომელზეც შეშფოთებას შეიძლება გამოთქოდეს არა მხოლოდ ის ნაწილი, ვისაც როგორც ესენი აფასებენ აქვთ რაღაცა მზაკრული გეგმები, არამედ მათთვის პატივსაცემი ადამიანების თურმე შეშფოთებულები შეიძლება იყვნენ. ანუ შეიძლება ეს არის საკითხი, რომელთაც შეიძლება შეშფოთდეს ყველა მათ შორის როგორც ისინი უწოდებენ პატივსაცემი მათთვის ადამიანები და აქედან გამომდინარე
მე მგონი იმაზე უნდა შეთანხმდეს ყველა, რომ ეს არის საკითხი, რომელზე დისკუსიის მოთხოვნის უფლებაც ქონია საზოგადოების საპირისპირო განწყობილ ნაწილს, ხო? როგორც მინიმუმ ჩვენ ვიმსახურებთ დისკუსიის უფლება მივიღოთ და არ გამოვცხადეთ რაღაც ქსენოფობებად, რაღაც ბოროტმოქმედებად, მიზანმიმართულად ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლებად, საკითხზე, სადაც 7 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის შემოაქვთ უცხოელებს, არაბებს და რომლებიც დეკლარირებულად ამბობენ, რომ უცხოელების ჩასახლებას აპირებენ თან აქ 60%-ით, ხო? ეხლა რომ გავყვეთ რა ოდენობის, რა მასშტაბის ინვესტიციაზე მიდის საუბარი. ყობახიძემ ახსენა, რომ 16000 ბინა იქნება აი ამ კომპლექსში. და ეს არ არის დიდი კომპლექსი, დამშვიდით ხალხო 16000, სულ რაღაც 16000 ბინაზეა საუბარი. 16000 ბინა, კარგად რომ მივხვდეთ რა მასშტაბზეა საუბარი. 16000 ბინა ნიშნავს, ანუ დაახლოებით 15-16000 ოჯახს, ხო? ბინაში ცხოვრობს როგორც ესე ოჯახი. ხო, 15-16000 ოჯახი, ეს არის დაახლოებით 40000-45000 ადამიანი. 40-45000 ადამიანი არის აი გორის მოსახლეობა, ზუგდიდის მოსახლეობა. ანუ ვიღაცა რო გეუბნება 16000 ბინიან რაღაცა დასახლებას ვაშენ, ანუ აშენებს გორს ფაქტიურად. აქ რაღაცა ის კი არ უნდა მოგვივიდეს პრემიერი რო რაღაცა დამამშვიდებელი მუსიკის ფონზე რაღაც ტექსტი სიტყვის და დამშვიდით ხალხო ყველაფერი კარგად. გორის ზომის დასახლებაზე გითხრეს, რომ ნერვიულობთ ხალხო. რა მოხდა, სულ რაღაც 16000 ბინისგან იქნება შემდგარი. მე აქ ამატებს, რომ ამ 16000 ბინიდან თუნდაც რომ გავყიდოთ 60% უცხოელებზე, ეს იქნება სულ რაღაცა 9000, რაღაცა 10000-მდე ბინა უცხოელებზე და ეს დიდი ციფრი არ არის. 10000 ბინა არის, ისე აი ქალაქების მასშტაბში რო წარმოვიდგინოთ, არის დაახლოებით ცხინვალის ზომის დასახლება, ხო? ანუ ცხინვალის ზომის დასახლების უცხოელებზე გაყიდვის დაშვებას აკეთებს. კითხვაზე შეიძლება თუ არა, აქ მართლა 60% უცხოელები ჩასახლდნენ, ჩვენ როცა ამ კითხვებს ვსვავდით და ინვესტორის განცხადებიდან პირდაპირ ღია დეკლარირებულ განცხადებიდან ვშელობდით ამ თემაზე, ვიღაცები ეჭვებს გამოთქვამდა, არა ესე არ მოხდება ჩემი აზრით და ასე შემდეგ. ხო, რა პრემიერმა დაადასტურა, რომ კი შეიძლება ამ პროექტის ფარგლებში ესე მოხდეს. ანუ არ არსებობს არაფერი დაზღვევა, არანაირი მექანიზმი, რომელიც ამის რაღაცა წინაპირობებს გამორიცხავს და პრემიერი აკეთებს ჩვეულ ღიად ამის დაშვებას, ანუ რაც ნიშნავს, რომ რაღაცის დაშვებას რო აკეთებს, მაღალი ალბათობით შეგვიძლია მოლოდინი ქონდეს, რომ შედეგი სავარაუდოდ ეგეთი იქნება. ანუ ჩვენ პრემიერი ახლა გვამცნობს, რომ აშენდება გორის ზუგდიდის ზომის დასახლება, რომლის 60%-ია შეიძლება მეტიც, ან შეიძლება ყველაც, მან არაფერი დაზღვევა არავის არ დაუსახელებია. ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში ეს ღიად არის შესაძლებელი და ინვესტორი მიზანმიმართულად ამას გეგმავს, დასახლებული იყოს უცხოელებით. ეს არის უკვე კატასტროფული ინფორმაცია. ეს არის ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი რანაირი გონების ადამიანმა შეიძლება კომპაქტური ცალკე უცხოელებით დასახლებული ამ მასშტაბის დასახლების გეგმა რო დაიდო, რანაირი ცნობიერების ადამიანმა შეიძლება ამას მშვიდად შეხედოს, სრულიად გაუგებარება.